ნიჭიერი კვლავ ეთერშია. ეს ყველაზე სახალისო პროექტია და როგორც იცით, ჩვენი კონკურსანტები საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოდიან. აი შემდეგი მონაწილე შოთა ადამაშვილია. ბოლნისის შტატიდან, ბოდიში, ბოლნისის რაიონიდან. ჩვენ თქვენმა ტანსაცმელმა და გვაინტერესა ძალიან ჩვეულებრივად გაცვია, საერთოდ თავახად გამორჩეული არის. რომელი შტატი დამბრძანდებით? არის ესეთი შტატი ქვემო ქართლი. ბოლნისი, ქალაქი ბოლნისი. ძალიან მიყვარს თქვენ ველური დასავლეთის სამყარო, country western-ის ჟანრი. სახელი კოვბოი? შოთა. კოვბოი შოთა, ზროხებს ხორიჭერთ. ზროხებს ავიჭე, გიტარით ცეკო მე. გიტარით ცეკო? გიტარით ცეკვა? ხო ეს ისე საწყალი ხუმრობა. მე ვფიქრობ რომ მე იმისთვის დავიფადე რომ country მომღერა. It's a hard race gonna მარტო მოხვედი? ცხენით. წენ კარი. არა, მე თვითონ ჩემი ერთმანეთ მოსვა დღეს, მაგრამ ის სტილი იყო და გადა. ცხენი გარეთ ველოდება ახლა. როცა მორჩები, შევატყობინებ ჩემი წარმატების თუ წარუმატებლობის ამბავს და ერთად წავალ სახლში. წავიდეთ უკვე სცენაზე, და ჟიური შეგვაფასებს. კარგი. წავიდეთ. გამარჯობა. ცხენი წყავს? კი. მე ვარ. რა ქვიათ, რა გვარი ხართ, საიდან ხართ? შოთა ადამაშვილი, ბოლნისი. ჩაცმულობაზე გეტყობათ უკვე სტილი country. და რამდენი ხანია რაც სიმღერით ხარ დაკავებული? 19 წლიდან. ახლა ვარ 22-ს. კარგით, ნახოთ აბა როგორ გამოგდის. ჰენ უილიამსის ჯამბალაია. Goodbye, Joe. We gotta go. Son of a gun will help me find the body. Yeah! I cut up this pie, feel like I'm blue. Across the night, I'm gonna see myself meal. ის კარები მიყვარს ხოლმე შეაღამინა და დილო ესე რა მოდის. პატარა კარი უნდა გაგკეთებო. Places buzzing. კარს ვახვედრებ. თავად სამი კი შემოიტანოს და შეუშვათ ბოლოს. ნუ კარგი, ორი კი შეყოფა, მაგრამ აი სამი ჯობია. შოთა, აბოლო. ჩაცმულობიდან დაწყებული, დამთავრებული იმით, რაც თქვენ აკეთებთ. შექმენით ერთი ლამაზი და ძალიან სანახაობრივი ნომერი და დაიმსახურეთ ეს ბევრი აპლოდისმენტი, რომელიც ნამდვილად გაქვთ უკან. ბოლნისში რანჩო არა გაქვს? ბატლაკ. მე ალბათ ვიტყვი კი. გეგა? იმდენად იშვიათი ადამიანი ხარ კი? თქვენ გაქვთ 3 კი და გადასული ხარ შემდეგ. 3 კი. ჩიკა მომზადე. მოდი, ვითომ ბარში შედიხარ, ვითომ ბარში შედიხარ. ბოლნისელი კოვბოის გამოსვლა ჟიურის მოეწონა. კმაყოფილი შოთა ცხენს მოახტა და რანჩოსაკენ გააჭენა. ბოლნისური country-ის შემდეგ კლასიკური მუსიკის ჯერია. ოთარ სამსონაძე ჟიურის მოხიბლას არ იითაპირებს. მე ვარ ოთარ სამსონაძე, ვარ 20 წლის. ოპერი დიდი ხანია დავინტერესდი, რადგან 3 წელი მღეროდი ბავშვთა გუნდში და სხვადასხვა სპექტაკლებში გამოდიოდი. დღეს გიმღერებს დონ ხოსეს არიას ტორეადორზე. კლასიკა, კლასიკური ნაწარმოები. ნიჭიერი ჩემთვის არის აღმოჩენა და ყველაფერს გავაკეთე, რომ შემდეგ ტურში გადავიდე. აია, ამაკ თხოვთ სცენაზე. გაგვეცანით? მე ვარ ოთარ სამსონიძე, ვარ 20 წლის. 20 წლის ხარ ახლა კაცი კაცო. ოთარ, საიდან ხარ? მე ვარ თბილისიდან. თბილისიდან და რას წარმოგიდგენ, რატო გამოხედი? დღეს სიმღერა გადავწყვიტე და ესე პაროდისტი. აკეთებთ ხოლმე თუ? რავი, კაკოლია. სააკაშვილი, შევანაძე, აკუბარდია, რავი, ვცდილობ.
არა დღეს გისურვებ დონ ხოსეს არია სტორიადორი რა, იმიტომ რომ პაროდიას დღეს არა. ანუ პაროდია შემდეგი ტურისთვის შეინახე ეთყობა ალბათ. რავი თუ გინდა ეხლა გაგიკეთეთ რა. რა პრობლემა არა, ეხლა გაგაკეთე. და ყველაზე კარგად რაც დარწმუნებული ხარ რომ გამოგივა ის გააკეთე. იმიტომ რომ ან შეიძლება იმდენად ცუდად იმღერო რომ პაროდია დაგჩეს გვერდზე. აბა კარგად დაფიქრდი. რომ პაროდია თუ სერიოზული სიმღერა? იმღერებ. იმღერე. კარგი. ой, чёрт. არჩევანი იყო მე მგონი. არც დავაგვიანე. მაინც პაროდია არჩია ამ ადამიანმა. პაროდიას აკეთებს, ხო? ხო? არა? ხო, ვანიკო, ხო. ეხლა მითხარი ეს რომელი იყო სიმღერა თუ პაროდია? სიმღერა, მაგრამ თუ გინდა პაროდიას გავაკეთებ. კაი კაცია ეს რა გინდა? გაგვიკეთე რამე პაროდია, გაგვიკეთე. სერიოზულად ოღონდ. ვიდა მოგისაბოთ. ვეხე, მე თქო ზოგიეთებს გოთულ. ეს პროექტი ნიჭიერ არ გაკეთებოდა. ასე ერთად ჩაიზრებოდა და ვაფშე ერთხელ სამუდამოდ დაიგროვდა. ვაფშეს არ ამბობს მაგრამ პრეზიდენტი. ვერ მოგაგვით ხა? აი, აკუბარდია. მე დამოგესალმოდი ხა. ჩვენი სტუმარია ბატონი გუბასანი კიდე. არ გამოგივი, ეგ არ გამოგისანა. აი, მაგალითად ვანო ჯავახიშვილის პაროდიას გააკეთებ. ვანო ერთადერთია და ძნელია მაგის პაროდიას. მაინც დანარჩენი ვიც გააკეთა ორი ვიყავს. ერთი კი უკვე გარანტირებული აქვს რა. ჩაიდო ჯიბეში ერთი კი. შარტო მოცეთ მაგარ რაღაცებს. დაიცა. მაინც აკაცო, ეგრე შანსი სად არის? შენ გაქვს ერთი პრობლემა. შენ თვითონ არ იცი რას აკეთებ არის. პაროდისტად რო გამოდიხარ, მარტო ხმარო გააჯავრო, არა, მაგას ტექსტი სჭირდება და რაღაც სიუჟეტი სჭირდება. რაღაცა დაუყვალიანებელი ხარ. რა გითხრა ოთარაბა? არაფერი არ გამოვა. ამ საქმიდან არაფერი არ გამოვა. მე ვიყოთ გადაწყვეტილება. მე ვიტყვი არას. არ არის ეს დასრულებული ნომერი. სამწუხაროდ. არა. სამწუხაროდ თქვენ გაქვთ 3 არა და ვერ გადახვედით შემდეგ ტურში. და ვანო ერთადერთი ეგონა რომ კაროჩე ვიდო მომი, მაგრამ არა. მე არა ვარ, მე კორუმპირებული ადამიანი არა ვარ. ბევრს ეცადა ოთარი. ხან სიმღერა, ხან პაროდია, მაგრამ მეორე ტურში მაინც ვერ გადავიდა. არის შემდეგ პოპის დრო დგება. ესეთი ფორმა გაცვია, ალბათ ჯექსონთან გაქვს რაღაცა. როგორ გამოიცა? აი ეს რაღაცა მივხვდი ისე. შეგიძლიათ აი. მე ამას სეკვას ვერ დავარქვევ სამწუხაროდ. 3 არა გაქვს. ამომიდი. ეს არ იყო ის უფრო კარგად რაც დადიოდა სხვა. თქვენ ვერ გადახვედით შემდეგ ტურში უკაც. რა შეგვისურვებთ? ჯექსონი, ხო? ძალიან პატარა ხარ იმისთვის რომ თული ცეკვას.
ეხლა უნდა გვაჩვენოთ ყველაზე შთამბეჭდავი ნომერი, რაც კი როდესმე გაგიკეთებია და გონიათ, რომ ყველაზე კარგია. ეკო არ არის დახვეწი. სამი მე არა. გაქვს სამი არა, ვერ გადახვედით შემდეგ ფილმს. დიკა მე მინდა მოგისამძიმრო, იმიტომ რომ ჯექსონი მართლა მომკვდარა. მარიკო, სანამ მე ცოცხალი ვარ, ის ჩემთან ერთად იქნება. შენთან ერთად კი იქნება, მაგრამ სცენაზე სამწუხაროა, მაგრამ დღეს ნიჭიერის სცენაზე პოპის მეფე ხელმეორედ გამოგვეცალა ხელიდან.